უკრაინელებმა ოკუპირებულ დონეცკში FSB-ს სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს, ლიკვიდირებულია 12 ოფიცერი. უკრაინული მედიის ცნობით შტაბი, რომელიც დრონებით დაიბომბა კონტრდაზვერვის სამსახურის შემადგენლობაში არსებული ოპერატიული სპეცქვედანაყოფია, რომელიც ცალკეულ საომარ ოპერაციებსა და დავალებებს ასრულებდა. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა. კვიპროსის თავმჯდომარეობა აგრძელებს ევროკავშირის მხარდაჭერის გაძლიერებას უკრაინის ძალისხმევის გასამტკიცებლად სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. წერია განცხადებაში. დღეს კვიპროსში ჩავიდა ზელენსკი, სადაც ევროკავშირის ლიდერების ხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ავალაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა. ის ამ თანამდებობას 2 წლის განმავლობაში 2016-დან 2018 წლამდე იკავებდა. ამჟამად კი საქართველოს ელჩია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ მან მადლობა ივანიშვილს გადაუხადა. აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. სუსმა ენგურჰესის შვილობილი კომპანიის თანამშრომელი დააკავა. კომპანია კოდორი ჰესები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოპერირებს. დეპარტამენტის უფროს დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და გაფლანგვას ედავებიან. უწყების ცნობით მან გამოძიებასთან ითანამშრომლა და დანაშაული აღიარა.